გოგოებო, ახლა ფართი გვექნება. ხო, ფართი. წავედით. ვაიმე, სად არიან? ძალიან დიდი ხნის წინ წავიდნენ. 3 საათის წინ და ახლა სად არიან? გოგოებო, დღეს რა კარგად გავისეირნეთ. ძალიან მომეწონა. ხო, და ახლა პიჟამოს ფართი გვექნება. რა მაგარია? ხო, კი, ძალიან. მოგეწონათ ვარდისფერი ბატონი? კი, ძალიან. კარგი, წავედით. ფერიანაცლია, მოხვალ ჩვენს პიჟამოს ფართიზე? სად იყავით ამდენი ხანი? საერთოდ გესმით ხვალ რა დღეა? და რისი გადალახვა მოგიწევთ? რისი გადალახვა? ხვალ შაბათკვირა. კი, ხვალ შაბათკვირაა, მაგრამ ასევე არის მის ბარბის შეჯიბრი და არ აპირებთ მონაწილეობას? გოგოებო, შარში ვართ, როგორ დაგვავიწყდა, რომ მის ბარბის კონკურსი ხვალ არის? დიანა, რა ვქნათ? მოგცემ რამე ტანსაცმელს კონკურსისთვის? გოგოებო, რა ტანსაცმელი უნდა მოგცეთ? მე ისიც არ ვიცი, ხვალ მე რას ვიცვამ? გოგოებო, ყოველთვის თქვენს ნაცვლად მე რატომ უნდა ვიფიქრო? ამბობთ, რომ არც ერთს არ გიყიდიათ, შეგიკვეთავთ ან შეგიკერავთ კაბა? არა, არც ერთს არ გვიყიდია, შეგვიკვეთავს ან შეგვიკერავს კაბა. ეს ჯიჯისბრალია, მას უნდოდა რომ სასეირნო წასულიყავით. მე არ შემომხედოთ, მე არ მინდოდა ვარდისფერ ბატონზე წასვლა. კარგი გოგოებო, გაჩერდით. თავი უკვე მტკივა თქვენი ყვირილის გამო. მაგრამ იდეა მაქვს. ფერია, რა იდეა? უკვე შეუძლებელია რამის გაკეთება. ძალიან ცოტა დრო გვაქვს შეჯიბრებამდე. ყველა მაღაზია დაიკეტა უკვე. და მკერავები არ მუშაობენ დღეს, კვირაა. ვიცი, ვისაც შეუძლია გიპოვოთ ძალიან კარგი კაბები. ვის? იქნებ შენ? არა, მე არა, ამისთვის კენი ბიჭები ყავთ. სერიოზულად? და ისინი სად ვიპოვოთ? თან არანაირი გემოვნება არ აქვთ. მათ არ შეუძლიათ იყიდონ, შეუკვეთონ ინტერნეტში, ან საერთოდ კერვაც არ შეუძლიათ. ხო, ნათლია, ეს არ იმუშავებს. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მათ იყიდონ, შეუკვეთონ ან შეკერონ. უბრალოდ გობლინებისგან უნდა აიღონ 3 კაბა. ფერია, ლამაზი კაბები გობლინებისგან, ზედმეტად ბევრი ზღაპარი ხომ არ წაგიკითხავს. ხო, მშვენივრად ჟღერს, ლამაზი კაბები ქალი გობლინებისგან. გოგოებო, ნუ ფიქრობთ, რომ რადგან ქალი გობლინებისგან არის, უშნო იქნება. ისინი ყველაზე ლამაზ კაბებს ინახავენ, სხვაგან ვერ იპოვით. რა, მართლა? ვაუ! აბა რას ველოდებით, სად არიან კენები? აქ იქნებიან 1, 2, 3. 3 კენი გაჩნდეს. აქ რას ვაკეთებთ? მისმინეთ ფერიანაცლია და ბარბებო, არ ვართ თქვენი მეგობრები, რა გინდათ ჩვენგან? ბარბი, რა მოხდა? დახმარება გჭირდება? დიმა, რა სეუბნები? არავინ არ დავეხმარებით. კენებო, ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. გადავწყვიტეთ, რომ მშვიდობა დავამყაროთ, ხო? ბიჭებო, ვიცით, რომ ძალიან კეთილები ხართ და ყოველთვის მზად ხართ დაეხმაროთ ბარბებს. და ჩვენგან რა გინდათ? კენებო, თქვენი დახმარება გჭირდება. ხვალ არის ბარბის შეჯიბრი და კაბები გჭირდება. ხო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მათი აღება. ქალი გობლინებისგან უნდა აიღოთ. მარტო დავკტოვეთ, თქვენ 3 ქალი გობლინივით ხართ და არსად არ მოვდივართ. ხო, მაგრამ ბიჭებო, თქვენც იღებთ მონაწილეობას კონკურსში, ანუ თქვენ უნდა იყოთ ლამაზები და ჭკვიანები და გოგოები უბრალოები? სკეიტბორდი და მე მზად ვართ კაბები მოვძებნოთ. რა მაგარია, დიმა, მუა. დიანა, ბარბი, მე შენთვის საუკეთესო კაბას ვიპოვე. ძალიან კარგი, თუ დიმა წავა კაბების მოსატანად, კოსტა და არტემიც გაყვებიან. კარგი, გითხარით სად არიან ეს ქალი გობლინები და სად უნდა წავიდეთ? ნახეთ, ეხლა გოგოები ამ პატარა კენჭებს ისვრიან და სადაც დაეცემა იქ უნდა წახვიდეთ. იქ იპოვით ქალ გობლინებს. რას გულისხმობ, რა კენჭი? მისამართი ვერ გვეტყვი ზუსტად? არანაირი მისამართი არ არის. სადაც დაეცემა იქ უნდა წახვიდე. კარგი, ისროლე კენჭი. არ მესმის ვინ არიან ეს ქალი გობლინები და რატომ უნდა მოვძებნოთ? არტემ, რატომ ვერ ხვდები ქალი გობლინებისგან კაბები უნდა ავიღოთ? 1, 2, 3. კენჭებო, უჩვენეთ ბიჭებს გზა. ბიჭებო, კენჭები ისროლეს, ახლა ნახეთ სად უნდა წახვიდეთ. ჩემი კენჭი ბალახშია, სად უნდა წავიდე? ეს ნიშნავს, რომ დელოზე უნდა წახვიდე. მიდი დიმა, მე შენი მჯერა. კარგი, ჩემზე რა სიტყვით? დიმა მინდორში მიდის და მე? შენ ქალ გობლინს გზასთან ახლოს კარგი, იპოვე. ერთი მხრივ მინდორში არ მივდივარ და ჩემზე რა სიტყვით? კენჭი ხის ქვეშ იყო. შენ ტყეში უნდა წახვიდე, იქ იპოვი კაბას. კარგი ბიჭებო, წადით. ფერია მკითხრათ, სადაც უნდა წახვიდეთ და კაბების გარეშე არ დაბრუნდეთ. მოიცადეთ ბიჭებო, კიდევ არის რაღაც. კიდევ რა? უკვე დაგთანხმდით, რომ ვიპოვოთ თქვენი გობლინები. აიღეთ მარწყვი, ტკბილი ალუბალი და ტკბილეული გოგოებისგან, უფრო კეთილი უნდა გახადოთ გობლინები. ოღონდ კენებო, ეს თქვენ არ შეჭამოთ, თორემ კაბებს ვერ აიღებთ. გოებო, იჩქარეთ. აიღეთ იმამ, ჯერა რომ გაუმკლავდები ყველაფერს. ყველაფერს გავაკეთებ, ბარბი. აიღე ეს ტკბილეულის ჭიქა და არც იფიქრო შეჭმაზე, თორემ მოგკლავ. დამშვიდდი, არ შევჭამო ტკბილეულს. არტემ, შენი გამიზიარე. კოსტია კენ, შენ ყველაზე ლამაზი კაბა უნდა მომიტანო. იჩქარეთ ბიჭებო, წადით.
ვფიქრობ, ქალი გობლინები ტკბილეულის ჭიქას აირჩევენ და მე მექნება ყველაზე ლამაზი კაბა. და მე ვფიქრობ, რომ ტკბილი ალუბალი უფრო მოწონთ. დაწნარდით გოგოებო, ნუ ჩხუბობთ. საუკეთესო კაბა ჩემი იქნება, იმიტომ რომ ყველას უყვარს მარწყვი. გოგოებო, შეწყვიტეთ ჩხუბი. 3 ქალი გობლინია და 3 იდეალური კაბა. რამდენ ხანს უნდა ვიარო გზაზე? სად არის ეს ქალი გობლინი? კაბით. ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ. ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ. ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ. ადამიანის სხეულის სუნი მცემს. იქნებ ჩემი პრინცი მოდის. ანუ გამოდის რომ ვუყვარვარ. აქ არის გზა. ამას გავყვები, იმიტომ რომ გზაზე არც ერთი გობლინი არ იყო. რა მწვანე საოცრებაა ეს? ჩემი წინასწარმეტყველება ასრულდა. აქ არის ჩემი პრინცი. ტყუილად არ შემინახავს ის კაბა 300 წელი. პრინცო, აქ ვარ, წამიყვანე. აქ 300 წელი აგელოდები. გამარჯობა, შენ ხარ მწვანე გობლინი? ჩემი სახელი ციცი, რა კარგია. და ტკბილი ალუბლებიც მოგიტანია. ტკბილი ალუბალი შენთვის არ მომიტანია, კაბისთვის მოვედი. რას გულისხმობ? კაბას ჩემ გარეშე ვერ წაიღებ. კაბა ჩემია, თუ მეც წამიყვან, მაშინ კაბაც გექნება. აჰა, ხო, რა თქმა უნდა, შენც წაგიყვან. აი მიერთვი ტკბილი ალუბალი. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარს ტკბილი ალუბალი. კარგი, მე კაბა უნდა ავიღო და გავიქცე, გააგრძელოს მანოცნო. ძალიან მომუწონს ტკბილი ალუბალი. მითხარი, პრინცო, დიდი გზა გამოიარე? ვის შეხვდი? პრინცი! კაბა! აზრი აქვს კაბის მიღებას და გობლინებთან შეხვედრას. იმედია კოშმარებში არ ვნახავ. როგორ მოვიწყინე? არანაირი მეგობარი არ მყავს. ნახეთ ვინ მოვიდა. აი ეს იქნება ჩემი მეგობარი. მოდი აქ. ხო, ეს ვინ არის? აქ ვარ. იქნებ ის არის ქალი გობლინი, უნდა შევხედო. გამარჯობა, ქალი გობლინის პოვნა მინდა რომ მისგან კაბა ავიღო. მე ვარ ქალი გობლინი. კაბა გჭირდება? მე მაქვს, მაგრამ სანაცვლოდ რას მივიღებ? ჩემგან რა გინდა? ეს კაბა ძალიან მჭირდება. გამაქანავე, 100 წელი გავიდა, რაც ბოლოს ვიქანავე. ეს რა არის? კანფეტები? ტკბილეული, მაგრამ ეს ჩემია. მიყვარს კანფეტები. თუ მომცემ, კაბას მოგცემ. აი აქ არის, ახალია. არასდროს არ ჩამიცვამს. ეს არის ის, რაც მჭირდება. აიღე კანფეტები და მომეცი კაბა. კანფეტები. აიღე კაბა, მე არ მჭირდება. უბრალოდ იმ გზაზე არ წახვიდე, იქ ტყის სულია. ძალიან დიდი მადლობა ქალო გობლინო, მაგრამ ვიცი ჩემი გზა. კი ბატონო, შენზეა დამოკიდებული. კანფეტები. უკვე 9 საათია ტყეში დავდივარ, სად უნდა ვიპოვო ეს ქალი გობლინი? რამდენი ხანი უნდა ვიარო აქ? რა არის? დათვი? ქვინ არის? დათვო, იცით სად არის ქალი გობლინი? რისთვის გჭირდება ის? მისგან კაბა უნდა ავიღო ბარბისთვის. ქალი გობლინი აღარ არის. მე ის შევჭამე. ეს რანაირადაა შესაძლებელი? ახლა კაბა როგორ უნდა ვიპოვო? კარგი, მე ქალი გობლინი შევჭამე, მაგრამ კაბა არ მიჭამია. აი აქ არის, მაგრამ არ მოგცე. დათვო, გთხოვ, მომეც ბარბის ხვალსილამაზის კონკურსი აქვს და სასწრაფოს სჭირდება კაბა. და ამის სანაცვლოდ რას მივიღებ? არაფერი არ მაქვს, მხოლოდ მარწყვი. გინდა? მიყვარს მარწყვი, მაგრამ ერთი კენკრა საკმარისი არ არის. მომეცი მთლიანი ჭიქა და აიღე კაბა. კარგი, აიღე. მარწყვები. მადლობა დათვო ქალი გობლინის შეჭმისთვის. არტემ, შენ ციპოვე კაბა? მაქვს. და კოსტა სად არის? არ ვიცი. გამარჯობა. კოსტა, პოვე კაბა? კი. რომ იცოდეთ ეს კაბა რა დამიჯდა? რა?
დათვი იყო ჩემი ქალი გობლინი, ბიჭებო, ის უნდა შემეჭამო. ოჰო. და ჩემი ქალი გობლინი ძალიან მახინჯი იყო. უნდა მეკოცრო რომ კაბა ამიღო. კოსტა, შენ გმირი ხარ. არტემ, შენზე რა სიტყვი? შეხედეთ გოგოებო, უკვე ბნელდება და არც კენები ჩანან, არც კაბები. იქნებ დაიკარგნენ ტყეში, ან ვინმე მოიტაცა და ვეღარს დროს ვნახავთ ჩვენ კაბებს. მგონი ბარბის კონკურსზე ვეღარ წავალთ. გოგოებო, უკვე მეც ვღელავ, ხალმა გობლინებმა ხომ არ შეიპყრეს. მისმინე ფერიანათლია, შენი იდეა იყო, რომ კენები წასულიყვნენ და ჩვენი კაბები მოეტანათ. ხო, და ახლა გვეუბნები, რომ შეიძლება შეიპყროთ ქალგობლინებს? აქამდე რატომ არ გითხარი? ჩვენც მოვედით. კენები კაბებით! კენებო! კენებო, ვიცოდი რომ ამას შეძლებდით. რა ლამაზი კაბა! ეს რატომ მომიტანე? მე გრძელი მინდოდა. მისმინე, რაც შემეძლო მოგიტანი. კოსტია, ლურჯი რატომ არის? მე ვარდისფერი მინდოდა. მხოლოდ ლურჯი იყო. თუ გინდა წადი და შენ თვითონ იპოვე ვარდისფერი კაბა. დიმა, ეს კაბა იდეალურია, ძალიან მომწონს. მითხარი, საშიში იყო ქალი გობლინი? ქალი გობლინი არ ყოფილა, დათვი იყო და მე ის შევჭამ. დიმა, შენ ჩემი გმირი ხარ. გოგოებო, შეხედეთ, მიხდება? კი, ძალიან კარგად გამოიყურები და მე? კი, შენც. ბიჭებო, ნამდვილი გმირები ხართ. გოგოებო, რასაულდებით? დაიძინეთ. ხვალ ადრე უნდა ადგეთ. კი, ფერია. კარგი ფერია. ბიჭებო, ხვალ მის ბარბის კონკურსზე გნახავთ. ხვალ გნახავ. გოგოებო, დღიურში ვწერ, რომ კენებმა ძლივს პაემანზე დაგპატიჟეს. ხო, ბარბი დიანა, ისიც დაწერე, რომ ისინი იღბლიანები არიან, რომ ჩვენ მათთან ერთად წასვლაზე დავთანხმდით. გოგოებო, რას ფიქრობთ? ტუჩები ვარდისფრად შევიღებე და ვარდისფერი წენიც ხომ არ გამოვიყენო? ჯობია ცხვირი შეიღებო ვარდისფრად. ვარდისფერი ტუჩები, ვარდისფერი წენები, არ მოგბეზრდა, დააცადე რა, უკვე დავიღალე. ბარბი ნასწია, ვფიქრობ, რომ ვარდისფერი წენი არ გჭირდება, ისედაც ლამაზი ხარ, დაიტოვე ისე როგორც გაქვს. გოგოებო, მე მზად ვარ, თქვენ? კიდევ დიდი დრო დაგჭირდებათ? ბარბი ჯული, ჩვენ გოგოები ვართ და დიდი დრო გჭირდება გამზადებისთვის. ამიტომ კენებმა კიდევ 2 საათი უნდა დაგვიცადო. კარგით რა გოგოებო, მართლა გონიათ რომ კენები 10 საათს დაგიცდიან? სხვა ბარბებიც არიან ამ სოფლიოში. ბარბი ჯიჯი, შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ და არ გესმის რას ნიშნავს იყოს ზრდასრული ბარბი. კენებმა 20 საათიც კი უნდა დაგვალოდონ. ისინი კენები არიან, ჩვენ კიდევ ბარბები ვართ. ჩვენ დიდი დრო გჭირდება გამზადებისთვის. ხო, და რაც უფრო აგვიანებ, მით უფრო მაგარი ხარ. გოგოებო, მართალი ვარ? კი, მართალი ხარ. რავი, მე ვფიქრობ, რომ კენები აღარ გეოლდებიან. მათ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ? უკვე 6 საათია აქვთ გავართ. ხო, ისინი წამოსვლაზე დაგვთანხმდნენ, ახლა კი იგვიანებენ. რა უნდა გავაკეთოთ? ბიჭებო, დამშვიდით, ისინი ბარბები არიან, შეუძლიათ დაიგვიანონ. რა? რას გულისხმობ? 6 საათით შეუძლიათ დაიგვიანონ? თუ ისინი ბარბები არიან, ჩვენ ვიყავართ აქ რო ვდგავართ და დამშვიდით, ძლივს დავითანხმეთ, რომ პაემანზე წამოსულიყვნენ, ამიტომ დაველოდებით. უკვე ძალიან დავიღალი ამით. მოდი კიდე 15 წუთი დაველოდოთ და თუ არ მოვლენ, პაემანი დასრულებულია. ხო, და ყვავილებს სხვა ბარბის მივცე. ეგ რანაირად შეგიძლია, იმდენი ხანი დაველოდებით, რამდენიც საჭიროა. ვამბობ, კიდევ 15 წუთი ან მივდივართ, შენ თუ გინდა დარჩი. გითხარით დაველოდებით, ესე იგი დაველოდებით. 4 საკლია 15 წუთი, 4-ზე მივდივართ. გოგოებო, 7 საათით დავაგვიანეთ. უკვე შეგვიძლია დავიწყოთ პაემანზე წასვლა. ხო, და ეხლა ბიჭები მიხვდებიან, რამდენად მაგრები ვართ. 7 საათი დავაგვიანეთ. ასეთ ცხელამინჩი მე ფეხით არსად არ წავალ. რა თქმა უნდა, არც მე, ამიტომ წავიყვანთ ჩემს ვარდისფერ მანქანას. შეიძლება თქვენთან ერთად წამოვიდე, გოგოებო, შეიძლება? კარგი. კარგი გოგოებო, წავედით. კარგი გოგოებო, მოდი აუჩქარებლად მივიდეთ მანქანასთან. ჩვენ ბარბები ვართ და არსად არ გვეჩქარება. მაგრამ ძალიან ცხელა. გოგოებო, დასხედით. სადარიან ძალიან ვღელავ, იქნებ რამე ხიფათში გაებნი. რა ხიფათი, უბრალოდ რაღაც გრანდიოზულს აკეთებენ, უკვე 7 საათია ველოდებით. რა არის გრანდიოზული? მათთვის 7 საათი დაველოდებას არ ვარ. ბიჭებო, არ არის კარგი, ისინი გოგოები არიან. გინდა დაკარგო მეგობრები და დაიწყო გოგოებთან მეგობრობა, მიდი. ო, ბარბი, დიმა, ჩუმად იყავი, უნდა ვაჩვენოთ. შეხედეთ ბიჭებო, ყველაფერი უნდა უთხრათ, 100 არ უნდა გვექცეოდნენ.
არტემ რაზე ლაპარაკობს პაემანია? გამარჯობა ბიჭებო, ჩვენ უკვე მოვედით. ძალიან ჩქარები ვართ, არა? ხო, ძალიან ჩქარა ჩავიცვით, აი ძალიან. ხო, მე წენის წასმაც ვერ მოვასწარი. რა თქმა უნდა, ძალიან ჩქარობდნენ, მეტეორები ვითიყვნენ, ისხდნენ და საუბრობდნენ. ჯიჯი, დაწყნარდი. კარგი, აბა ბიჭებო, სად მივდივართ მოტოციკლებით? იცით რა ბარბებო, ახალი კენები იპოვეთ. ხო, არ ვაპირებ თვითგეთ გვირილებთან და გელოდოთ 20 საათი. მეგობრებო, ასე რატომ იქცევით? დიმა, ახლა შენ უნდა აირჩიო მათ და ჩვენს შორის. ხო, აირჩიე. ბარბი, ბოდიში, მაგრამ ჩემს მეგობრებს ვერ ვუღალატებ. ბიჭებო, რა გჭირთ? ჩვენ გოგოები ვართ და ჩვენთვის ნორმალურია ამდენი ხნით დაგვიანება. არა, არ არის, აიღეთ თქვენი ყვავილები და აღარ დაგაგვიანდებათ. რა? კენებო, როგორ შეგეძლოთ? ხო, ასეთ რაღაცას არ მოველოდით თქვენგან. გოგოებო, არც კი წარმომიდგენია რა მოხდებოდა 2 დღით რომ დაგეგვიანებო. ნახვამდის გოგოებო. ბიჭებო, მოიცადეთ, თქვენ არასწორად გაგვიგეთ. არასწორია თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი პრობლემაა. თუ ასეა წავალ მე ჩემ ფერიანათლიასთან და ვეწუწუნები და ის გადაგაქცევს მწვანე ბაყაყებად. ხო, დიანა, კი, უნდა იწუწუნო. ფერიანათლია, მათ უნდა მოვუაროთ, ისინი მოღალატეები არიან. ხო, ფერიანათლია, მათ გვაწყენინეს და ყვავილებს გვესვრიან სახეში. ეი და ფერია, საქმე ისაა, რომ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს. ხო, მათ პაემაზე 7 საათი დაიგვიანეს. მოიცადე, თავიდან დაიწყე. რა მოხდა? გოგოები ძალიან დიდხანს ემზადებოდნენ პაემისთვის 7 საათი, ბიჭები დაიღალნენ ლოდინისგან და ახლა აღარ უნდათ გოგოებთან ერთად წასვლა. ჯიჯი, კარგი რა. ბიჭებო, მართლა ეს იყო მიზეზი, რატომაც ესროდით გოგოებს სახეში ყვავილებს? სირცხვილი. ხედავთ ბიჭებო, გითხარით, გოგოები არიან და ყველაფერს უფლება აქვს. არა, არ აქვთ. კი. კარგი ბარბებო, არ ინერვიულოთ, მე თქვენთან ვარ. იეი! ბაყაყები, ახლა ბაყაყები გახდებით. ამიტომაც ახლა მე გაგიცვლით თქვენ ცხეულებს, რომ ბიჭები მიხვდნენ რას ნიშნავს იყო გოგო. არ გააკეთოთ ეს. არა, არიანაცია. ჩვენ არ გვინდა რომ კენი ბიჭები გავხდეთ. 1 2 3 გაცვალეთ ცხეულებს. რა მოხდა? უკან დამაბრუნეთ. მე ვინ ვარ? დიანა? იმა არ გაპატიებ, წაიღე უკან შენი თმა. და ეს მგონი მე ვარ, ბარბიჯული შუაში. არ არის სახალისო, არ არის ნორმალური, არ ვაპირებ ასე დარჩენას. და ამას ხედავთ? ეს ბარბინასტია, საერთოდ არ გავხარ ბარბინასტიას. კარგი ბავშვებო, მე უნდა წავიდე. ჰეი. ყველაფერი უკან დააბრუნე. მისივენთ ბავშვებო, როცა მშვიდობა იქნება და ერთმანეთს გაუგებთ, უბრალოდ ბიჭები გაიგებენ, რას ნიშნავს იყო გოგო. მაშინ დაგაბრუნეთ. ეი, ფერია, საწახვედი. ახლა რა ვქნათ? თქვენ მივდივართ. აქ ასე არ დავრჩებ. ო, წავედი. ეი, ეს ჩვენი მანქანა, სად მიდიხარ? მე არ მინდა რომ დიმა ვიყო, ჩემი იდეალური ქერათმა მინდა. ხო, მეც, ქერა, ლამაზი და ხუჭუჭა. საერთოდ კოსტია ნახეთ? ის არ გავს ჯულის, არ არის ჯული. ის არის კოსტა. ბიჭებო, მომისმინეთ, აქ დგომით დავიღალეთ, ძალიან ცხელა. წავედით. ჯიჯი, ვინ არიან ბიჭები აქ? მე მანიკურიც კი მაქვს, შეხედე? კარგი, დაწყნარდი. ყველაფერი მესმის, მაგრამ ესენი როგორ უნდა ვატაროთ? ვერ ვატარებთ. არც ვარდისფერია, არ არის ლამაზი. კარგი ვცადოთ. მოდი გავაგოროთ. მიდი, ნასტია. გოგოებო, ჩვენ ისევ ბარბები ვართ. ხო, ხან მოკლეთვით. მე ისევ ბარბი ვარ. ძალიან კარგი მძღოლი ხარ ბარბი. უფს, დიმა. ვატარებ. მიდი გაწვევი. მოიცა, ჯიჯის დავეჯახებით. ჯული, ძალიან მძიმე ხარ. მოვედით. კარგი, როგორღაც უნდა დავდო, რომ არ ჩამოვარდეს. როგორ? აიღე, მიაწექი. რა? აი ამას. კარგი, მოდი გავაკეთოთ. მე მაცადეთ, მე გავაკეთებ. მიდი. ჯული რა ჭკვიანია.
ნახე, ჯული ძლიერია, როგორც კოსტა. რა კოსტა ჯული, მე ჯული ვარ. კარგი, მოდი ამ ხელა მოვაჭროთ. არა, მე ვფიქრობ ამდენი. შეწყვეტეთ მსჯელობა, მითხარით რამდენი გინდათ და მოვაჭრი. მოიცადე, ხო უნდა გადავწყვიტოთ. ხო, ზედმეც თუ მოვჭრით, დაწებებას ვეღარ შევძლებთ. მომისმინეთ ქერებო. რატომ მოიპარა ჩვენი მანქანა? ძლივს მოვათრიეთ თქვენი მოპედები. ხო, ძვლები დაგვემტრა. ხო, დიან ატარებ და მე კიდე ვაწვებოდი. გაერთეთ? ეს რა სასაცილოა? კოსტა, რატომ გიჭირავს მაგრატელი? რის გაკეთებას აპირებ? კოსტა, მოაჭერი. დარწმუნებული ხარ? ხო, იჩქარე, უკვე ვნერვიულობ. ჰეი, დაგვიბრუნეთ მაგრატელი. ჩვენ თმას რასაც გინათ იმას უზავთ, ჰა? თავიდან ამ გზელთ მას მოვიჭრით, შემდეგ კი გადავიპარსავთ თუ ძალიან დაცხება. ჰეი, ჩემი თმები არ შეჭრა. თუ კარომ გავცვლით ადგილებს, მე მელოტი უნდა ვიყო. დიანა, ბოდიში არ შემიძლია ასე ვიყო. ქუჩაშიც ვერ გავალ. ბარბი, ესე იგი მელოტი იქნება. ჯიჯი! არ არსებობს მელოტები არ ვიქნებით. არ შეეხოთ ჩვენ თმას. ბიჭებო, მოდი ადულად მოვრიგდეთ. არაფერი არ შეჭრათ. თქვენს ფერიადეიდას დაურეკეთ, უთხარით რომ უკან გაგცვალოს. ხო, იმიტომ რომ არ მოგწონს ბარბები ვიციარო. აჰა, გინდათ მეგობრებთან დავგცინონ, როცა შეგვხვდებიან? ყველა დაწნარდით, ფერიანათლიას დაუძახოთ. მგონი არ ღირს იყოს ესე როგორც არის. ჯიჯი, უნდა დავუძახოთ. ფერია! მოდი, გამოჩნდით ხო? მოდი, ფერია! ფიუ. აბა, როგორ ხართ? ახალი სხეულები მოგწონთ? იცი რა, ფერია, საერთოდ არ მოგწონს. უკან დაგვაბრუნე. ასეთ რაღაცას შენგან არ ველოდი. ხო, ფერია, ყველაფერი უკან დააბრუნე, ისინი ჩვენ თმას ჭრიან. ფერია, ამას ვერ ავიტანთ. ესე მოკლედ მით უნდა ვიაროთ? რა კარგია რომ კენია რო არ, ძალიან იღბლიანი ვარ. ფერია, შეწყვეტი ამათი საუბრის მოსმენა, გავცვალე უკან. ხედავ არ მოგწონთ ცვლილება, მაგრამ უკან დაბრუნების პირობები მაქვს. რა პირობები? მომისმინეთ, ბიჭებმა ისე უნდა გაიკეთონ მაკიაჟი, როგორც გოგოები იკეთებენ. რა? მაკიაჟი? და თქვენ, კენ გოგოებო, უნდა შეაკეთოთ მოტოციკლი. თუ ყველაფერს გააკეთებთ, მაშინ უკან გაგცვლით. აბა გოგოებო, შევაკეთოთ მოტოციკლი. კი, წავედით. კარგით ბიჭებო, კოსმეტიკა მოიტანო. მაკიაჟი უნდა გავიკეთოთ, ან დაბრუნება თუ გინდა კი. აბა გოგოებო, შევაკეთოთ ხო მოტოციკლი? კი, რა თქმა უნდა. მოდი ეს გავაკეთოთ. ამას აქ თვალებს დავახატავთ. კი, მოდი ეგ გავაკეთოთ. სად არის ტონალური? ნასტია, მიდი, გამოიყენე ტონალური. რას აკეთებ? არა. აი ესე ეს თვალებია. მოიცა. ჯერ არ დამიმთავრებია. იქნებ ტუშით წამწამებით მევხატოთ? კი, რა თქმა უნდა, მოიცა, ჯერ თვალები არ არის. ტუშალცი გვაქვს? ხო. აი ასე. აი თვალებიც. კარგი არტემ, მე გენდობი დახატე. ხო არტემ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ ხატავ. რა უნდა გამოვიყენო? არაფერი მესმის. არტემ, არა უშავს, დახატე, დავალება უნდა დავასრულოთ. მიდი. აბა კიდე რა გვაქვს? აი, ჰაილაითერი. კარგი, მიდი. აი, აქ გავუკეთე. მიდი არტემ, უფრო ჩქარა ხატე. კარგი, ხო, ვიზა. მიდი არტემ, მაგრამ ლამაზად ხე. კარგი. ვაა, რა მაგარია. ერთი წამი კიდე არ დამიმთავრებია. კორექტორი მაქვს. ხო, იქნებ ლოყებზე წაუსვა. მორჩა, გავაკეთეთ. ახელი. კარგი, მზად ვარ. ჩვენც მზად ვართ. ბიჭებო, ასე ვერასდროს შევიცვლებით რა დაიხატე. კოსტა, ფიქრობ გოგოთ ყოფნა მარტივია, ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო. მე ვფიქრობ რომ კარგია. კარგი, წავიდეთ ფერიასთან, მოусმინოთ რა სიტყვის. მიდი გააგორეთ, ვაგორებთ. მორჩა, ფერია, შევაკეთეთ მოტოციკლი. ნახე, ახალი სახე აქვს. თვალები, წამწამები, ტუჩები, ლოყებიც. ფერია, ჩვენ ვერ შევძლებთ. საერთოდ ვერ გავიკეთეთ მაკიაჟი. ვაღიარებთ, არ არის გოგოთ ყოფნა მარტივი. კარგი ბიჭებო, მესმის და გოგოებო, შეაკეთეთ მოპედი? კი, ფერია, ვერ ხედავ. ანუ ირთვება? არა. კარგი, ყველაფერი გასაგებია. აბა გოგოებო, ადვილია რომ ბიჭები იყოთ? ფერია, სერიოზულად? საშინელებაა ბიჭო. ხო, საშინელება.
და თქვენ ბიჭებო ადვილია გოგოთ ყოფნა? მის მინეფერია დააბრუნე ყველაფერი. რა თქმა უნდა ძნელია. 1 საათზე მეტი მხოლოდ მაკიაჟზე დავხარჯე. ხედავთ, თქვენ 1 საათზე მეტი დახარჯეთ ასეთი ელემენტარული მაკიაჟისთვის. აბა წარმოიდგინეთ, რა სრულია გოგოებისთვის. მათ ხომ თავიანთი წამწამები უნდა შეიღებონ ტუჩები. მის მინეფერია ადვილია თუ არა, დაგვაბრუნე, არ გვინდა რომ ბიჭები ვიყოთ. აბა რა არის თქვენი გადაწყვეტილება? შვიდობა? დიახ. კი. კარგი, მაგრამ აღარანაირი ჩხუბი. 1 2 3 დაგიბრუნდეთ სხეულები.